და აი ისიც მისი უდიდებულესობა ულამაზესი ორცხობილები ხათოსგან მე არ მქონდა ბევრი ფერები და გადავწყვიტე მხოლოდ ცისფერი ფერი აღმოაჩნდა და ცისფერ და თეთრ მინანქარში მოვრთე და მგონი უხდება და ჩემი ინტერპრეტაციით როგორც შემიძლია ისე მოვრთე თქვენ ეხა როდესაც ესეთი საშობაო ორცხობილები ირთვება მთელი ოჯახი ერვა ვინაიდან მე არ მყავს შვილები და სანდროს და მიშოს ახლა ნაკლებად აინტერესებს ორცხობილების მორთვა ესე მარტო მომიწია და საკმაოდ დიდხანს მოუნდი ზუსტ რეცეპტს აუცილებლად დაგიწერთ აი ულამაზესია ნახეთ როგორი ორცხობილებია ნახეთ რა სილამაზეა და თქვენ რა თქმა უნდა ფერები იყიდება ვაგზალზე ვერ მოვახერხე უბრალოდ გასვლა და აი ფერებს რო იყიდით მე უფრო სხვადასხვა ფერში მოვრთეთ თქვენი ინტერპრეტაციით თქვენ როგორ შეგიძლიათ ეს უკვე გაშრა და შეგვიძლია უკვე ლამაზ კოლოფებში მოვათავსოთ აი ნახეთ როგორია როგორი ახალი წელია როგორი სილამაზეებია განცალავასია და ერთი რეცეპტით ხალხო გამოგივათ აი ერთი პორციიდან გამოგივათ აი ამდენი ხა მეძინება 2 საათია უკვე ვეღარ მეტყველებ აი ამდენი გამოგივათ და თქვენი ფერებში თქვენი გემოვნებით აი უკვე რო ხატავ მე უკვე იდეები მოგდის თავში და ნუ რა ვიცი აი ულამაზესებია მოკლედ რა აი მიყვარხართ მოგესალმებით ჩემო საყვარელო მეგობრებო აბა ბებიების ყურადღება მინდა და დედიკოების ყურადღება მინდა დადგა ის დღე როდესაც მე ვამზადებ საახალწლო ორცხობილებს ჯანჯაფილით ჯინჯერით ბავშვებისთვის იგივე ჯინჯერით ბავშვებისთვის და ეხა მინდა გაჩვენოთ რა სურნელი ტრიალებს აქ ნახეთ როგორი სუნელები მაქვს აქ დომინირებს ჯანჯაფილი და ყველა ის სუნელი აქ არის მუსკატი, ილი, დარიჩინი, აქ არის ფორთოხლის ცედრა და არის უმარტივესი მოსამზადებელი. უნდა გავადნოთ ახლა ისე რა ქვია, ცხიმი, კარაქი 200 გრამი, 250 გრამი დაგიწერთ მე ნორმებს აუცილებლად უნდა ისა რა ქვია ნორმებს დაგიწერთ აქ არის ცედრა და ეს კარგად უნდა მოვადოღოთ და დაგჭირდება თაფლთან ერთად რო შეგრილდება მე დავუმატებთ კვერცხს მე გავუმატებთ ფქვილს მე მოვზელთ ცომს და ყველაფერს გაჩვენებთ როგორ გამოვჭრი და მე ცილა დაგჭირდება იმიტომ რომ მინანქარი მოვამზადოთ უნდა მოვრთო თქვენთან ერთად და მოკლედ ძალიან დიდი სიამოვნება გველოდება წინ თაფლით ჩავასხი, თაფლით ჯინჯერი, აი სუნელები ახლა უნდა მივიყვანო ადუღებამდე შაქარი როგორც კი გადნება, უნდა გადმოვიტანო და ოდნავ რომ შეგრილდება, მე უნდა დავუმატო კვერცხი. კვერცხიც ხელში არ უნდა დავუმატოთ, კვერცხი გამოფხვიერებელი და მე უნდა მოვძილოთ რომ და გაჩვენებთ ყველაფერს. სულ უნდა ურიოთ, იმიტომ რომ ცეცხლს არ მოუშორდეთ, ურიოთ რომ იმიტომ რომ არ დაგვეწვას. და არც დიდხანს არ უნდა ამას დუღილი ეს ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად რო შეერთება ზოგი უმატებს კაკაოს რომ მუქი შოკოლადისფერი გამოვიდეს ორცხობილა მაგრამ მე მინდა რომ ბუნებრივი ფერი იყოს არ მინდა ძალიან ჩაშავებული იყოს მაინც ძალიან ლამაზი იქნება როცა მინანქრით მოვრთავთ ჩვენ ორცხობილებს და დანარჩენს ყველაფერს გაჩვენებთ ძალიან დუღილი და თუხთუხი არ გვინდა იმიტომ რომ აქ არის საკმაოდ დიდი რაოდენობის თაფლი და თქვენიც თუ თაფლი კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს როდესაც ცხელდება ამიტომ აი შაქარი ოდნავ გადნება თუ არა ეგრევე გადმოდგით აი ნახეთ არ თუხთუხებს აი მთელი ეს ბრიკეტი კარაქის როგორც კი გაოღვება ეგრევე გადაიტანეთ სუნელები გაუკეთ აი კაკაო იმიტომ არ უნდა ყველანაირი სუნელი ილი ჯავზი აი არ ვიცი რა ეს ჯინჯერი როგორი სუნი ტრიალებს აი ნამდვილი ახალი წელი დადგა ჩემ ოჯახში კიდევ ერთხელ შტოლენის შემდეგ კიდევ დგება ნამდვილი ახალი წელი ნახეთ გავღვა შაქარი გავღვა კრისტალები კარაქი გავღვა
მორჩა, გამოვხდოთ, დუღილი არ უნდა, იმიტომ რომ თაფლი აქვს და არ დავკარგოთ, არ დავაკარგინოთ თაფლს თავის სასარგებლო თვისებები. მორჩა. აღარაფერი აღარ უნდა ამას. გავაგრილებ და კვერცხშია ვათქვიფავთ. მოვზელ ცომს და უნდა გამოვატაროთ აუცილებელი მაცივარი, 1 საათი მაცივარი უნდა გამოვატაროთ, რომ აი ორცხობილები არ დაიბრუნდნენ. ეხლა გავუკეთებ აი ესე, ორ ჩაის კოვს, გამაფხვიარებელ სავსეს და თქვენ, ვისაც არ გაქვთ გამაფხვიარებელი, თუმცა მე გასწავლეთ თქვენ როგორ უნდა მოამზადოთ გამაფხვიარებელი, გავუკეთეთ 1 ჩაის კოვზი სოდა. ეხლა რო შეგრილდება, გავუკეთებ კვერცხს და ფქვილს. სადღაც 1 კილომდე ფქვილი წაგვივა ალბათ. არა, შეიძლება უფრო ნაკლები. აი პეჩენის ცომი უნდა მივიღოთ. მოიზილა ესეთი სურნელოვანი ცომი, აი ვერ გეტყვით ამის სურნელს. აი მე ცუკატები, აი ჯინჯერი, აი ყველაფერი მოდის როგორ და ეხლა ამას გადავიტან ცელოფანში, აი ესე შევფუთავ და 1 საათი აუცილებელია უნდა გავაწეროთ მაცივარში, რომ მე კარგად ვიმუშაოთ ამ ცომით. ზოგი მთელ ღამესაც აჩერებს. ეხლა მე 1 საათი გავაჩერებ და დაგიბრუნდებით, მიყვარხართ. აი გავიდა 1 საათი, გავაბრტყილეთ. ძალიან თხლად არ გვინდა, ესე გავაბრტყელოთ და მე მაქვს აქ ულამაზესი ფორმები და ეხლა ამოვჭრი საახალწლო ფორმებს გამოვაცხობ და მე მოვთავ თქვენთან ერთად. აი პერგამენტით ქაღალდზე გააბრტყილეთ. ჩემო საყვარელო მეგობრებო, ნახეთ ჩემთან რა ხდება, მე მარტო ვამზადებ, მაგრამ აი ვერ გეტყვით რა სილამაზეა, როგორი ფიგურები მაქვს, მე ეს ფიგურები გამოვიწერე თემუდან და მაშინაც გეუბნებოდით, შეგიძლიათ ჩაწეროთ თემუს გრაფაში, იმიტომ რომ თბილისში ესეთი ფიგურები ვერ ვნახეთ, ნახეთ როგორი სილამაზეებია და თვითონ აი პეჩენიაც ისეთი ორცხობკაცრებად ახლა მამაზე დამეტაკებიან ორცხობილაც ისეთი მაცივარი გამოვატარა და ისეთი ხარისხია, რომ აი ნახეთ როგორებია. აი სილამაზეები ხდება და ჩემთან მარტო ვაკეთებთ. ეხლა წარმოვიდგინე თქვენ რომ მოამზადებთ ამ რეცეპტით თქვენ შვილებთან, შვილიშვილებთან რო იფუსფუსებთ, რა ჟრიამული იქნება, ბავშვები რო გააკეთებენ ამას ყველაფერს, ნახეთ ცხრის ფორმა რა ლამაზია. ნახეთ, აი რა სილამაზე ტრიალებს, უკვე ახალი წლის ანგელოზი შემოფრინდა ჩემ ოჯახში. უამრავი გამოცხება, მე შეგიძლიათ ჩააწყოთ სპეციალური იყიდება სასაჩუქრე ყუთები, რკინის ულამაზესი ყუთები, იმაში ჩააწყოთ, მიართვათ ერთმანეთს. მოკეთ ესეთი ამბავი ხდება ჩემთან, ნახეთ, აი რა ფიგურები შეხედეთ და ეს რო გამოცხება და მოიკაზმება და თუ მოვასწარი დღეს მოვთავ აუცილებლად და ვიხალისებ, აი სასწაული ხდება, ნახეთ. აი და ნახეთ ჩემო საყვარელო მეგობრებო, რა სურნელი ტრიალებს და როგორი ფორმებია, ნახეთ. ხელთათმანები, კურწქვიტები, სხვადასხვა ფორმის, ფიფქები, ნახეთ. აი რა გაჩვენოთ, ნახეთ. ანგელოზები, აი რას არ ნახავთ თვითონ აი ეს პეჩენის ეს უკაცრავად ორცხობილას ხარისხიც არის ზუსტად ის, რაც უნდა იყოს, ნახეთ როგორია. ნახეთ, ზარები და თუ მოვასწარი, ამას აუცილებლად მოვთავ. აი რა, რომელი დაგანახოთ, ნახეთ როგორი კურწქვიტები, აი არ ვიცი საოცრება არის და ძალიან ბევრი გამოდის, აი ამ რეცეპტით, ნახეთ, ძალიან ბევრი გამოდის, ნახეთ რა სილამაზეა. აი სურნელი გემო, სანდრო მოვიდა და მომპარა 1-2 ცალი და არის მართლა ძალიან გემიზი, რომელიც ძალიან დიდხანს ინახება ეს პეჩენი არ ფუჭდება, ისეთი უკაცრავად ორცხობილა, ისეთი ინგრედიენტები აქვს, ის თაფლი, ის ჯანჯაფილი, ის ჯაუზი, ილი ყველაფერი ისეთი აქვს, რომელიც ინახავს ამ ორცხობილას და აუცილებლად უნდა მოამზადოთ ამ რეცეპტით და თუ შევძელი და მოვრთე, იმ მორთულებსაც გაჩვენებთ, მიყვარხართ.